მოგესალმებით. მე გახლავარ თამარ ლომიძე. ეს კი გადაცემა რუსთავზე და რუსთაველებზე ყველაფერზე გულახდილად. ყველაზე ღირებული და ფასეული, რაც ადამიანს გააჩნია. ყველაზე სათუთი, ყველაზე მოსაფრთხილებელი, ოჯახი. მინდა წარმოგიდგინოთ გადაცემის დღევანდელი სტუმარი, ჩვენი თანაქალაქელი, არაჩვეულებრივი ქართული ოჯახის პატრონი, საუკეთესო მეუღლე, საუკეთესო მამა და სიმამრი, ბატონი ფრიდონ კენკებაშვილი. მოგესალმებით ბატონო ფრიდონ, ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. Ერეგეს მადლობას გიხდით რომ მომიწვიეთ. ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია, რომ რუსთაველებს შემიძლია შევხედოთ თვალებში და მათ ვესაუბრო. ბევრი ხანია რუსთაველებს არ ვნახევარ. ძალიან კარგი. თუ შეიძლება გაგვაცანეთ თქვენი ოჯახის წევრები და გაგვაცანით თქვენს ვინც არ გიცნობთ. იმიტომ ჩვენ გადაცემას რუსთავის გარდა სხვა ქალაქებშიც უყურებენ, თორე რუსთაველებისთვის თქვენ ძალიან ცნობადი სახე ბრძანდებით. სამრეკლო დავიბადე მარაბდაში, ცნობილ სოფელში. თეთრიწყაროს რაიონი. 59 წლიდან ცხოვრობ რუსთავში. მამა კადრის მუშაკი იყო, მილ ამდიდარ სამყროში მუშაობდა, თუმცა მასწავლებელი იყო პროფესიით. დედაც სოფლის სკოლის დირექტორი გახდა. მე აქ ჩამოვედით და უკვე მე-14 სკოლაში ასწავლიდა, მე მე-18 სკოლაში, მე პენსიაში გავიდა და მე გაზრდილი ვარ დეიდა ცხოვრობდა ჩვენთან ერთად და თუ კი რაიმე არსებობს ჩემში კარგი, რაც პრობლემა მომცეს, ლომისელი ჩემს დეიდას უდევს. ახლა მე დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, რომლებიც მიყურებენ მე, ყველას გაახსენდება დეიდა ჩემის მომზადებული საჭმელი. განსაკუთრებით ხაჭაპური და შემწვარი კარტოფილი. და ცხოვრობდით ინტერნატებში. დაამთავრე მე-6 საშუალო სკოლა. 60 წელს დაამთავრე სკოლა. მაშინ ცოტა სხვა კრიტერიუმი იყო. უნდა გემუშაונה და უნდა გესწავლა. ხო და დავიწყე მუშაობა ხის დავამუშავებელ კომბინატში. მე სინთეზური ბოჭკოს ქარხანაში. მე იქიდან ჯარში წამიყვანეს, მე ინსტიტუტში რა თქმა უნდა, მანამდე ინსტიტუტში ჩავაბარე და რახან ასე გინდათ რომ გამიცოთ, ყავს ერთი შესანიშნავი დაიკო მარინა გენგებაშვილი, ეკონომისტია, სიძე, ისიც ეკონომისტი არის და რაც ყველაზე მთავარი არის, ალბათ მიზანით ალბათ ეს იყო, რომ გავცნობოდი ჩემს ოჯახს, ჩემი მეუღლე თინა ხარაიშვილი, ქართული ლიტერატურის მასწავლებელი. მე-6 სკოლაში სწავლობდა, ინტერნატებში ცხოვრობდი, სხვადასხვა დედათქვენის მეზობლები ვიყავით. კი ბატონო. ხო და ცეკვავდით. ხო და ამ ცეკვაში კი შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავქორწინდით და შეგვეძინა ორი გოგონა. თამარი და თამილა. თამარი რუსული ენა ლიტერატურის მასწავლებელი იყო მე-18 სკოლაში. თამილა თამაშობდა კალათბურთს, მე იყო ნაკრებში, მე დაამთავრა ისტორიული ფაკულტეტი ჯავახიშვილის. მე დაიწყო დისერტაცია, ახლა დოქტორი არის, ისტორიულ მეცნიერებათა და დოქტორი. უფროს სამი შვილი ყავს, უმცროს 4. უფროსი თამუნას ქალიშვილი იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, სწავლობს. რაღაც განსაკუთრებულია ეს ჩემთვის. უმცროს დიახ, უფროსი რომარი ალბათ იმიტომ პირველი თანაც, ხო. თავიდან ესეთი გიჟური თვალები ქონდა, ეშმაკური და ეშმაკურნა იყო და ახლა ალბათ ეგეთი დარჩება ბოლომდე. ვაჟმა გიორგიმ დაამთავრა სამედიცინო, მესამე გოგონა ისტორიულზე სწავლობს, დეიდა სკოლას გაყვა და თამილას ბავშვები 4 არიან. თუ სკოლაში დადიან ალბათ. სკოლაში დადიან და ასე რომ ის რაც მე და მეუღლემ თინა ვერ შევძელით, 4 ბიჭი მოიყვანეს და 3 გოგო ჩემო ქალიშვილებმა. ძალიან კარგი. ვეცადე რომ ჩემი შვილები აღმეზარდა რუსთავისთვის სანახებური ყოფილიყვნენ. რამდენად შევძელი ეს უკვე საზოგადოებაში აფასოს. ძალიან კარგი. ბატონო ფრიდონ,
ჩვენ ქალები ზოგადად ვართ ძალიან წუწუნები და ზუზუნები და მამაკაცები ვერ გადარჩებით, ბუზღუნები ვზადებით. მე მაგალითად მყავს გარშემო ისეთი ნაცნობი მამაკაცები, რომ ცოლის წუწუნზე და ზუზუნს ეღიმებათ და ძალიან მომწონს ასეთი მამაკაცები. აი თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ თუ თქვენი მეუღლე არადოს არ გეწუწუნებათ? ეხლა რა არის იცით 44 წელი ვიმუშავე სამზებროში, უпроსოდ პოლიციაში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძნელია პოლიციელის მეუღლეობა. რომლისთვისაც არ არსებობს არც დაბადების დღე, არც ქორწილი, არც გასვენება, არც არაფერი და საერთოდ თითქმის ოჯახს ჩამოცილებული ხარ იმდენად, რამდენადაც შეიძლება გავიდეს კვირები, თვე და არ მოხვიდეს სახლში. ესე იგი, მთელი ფუნქცია ბავშვების აღზრდისა გადადის მეუღლეს. და არც ჩემი მეუღლე არ იყო გამონაკლისი, მით უმეტეს იმ დროს მოგვიწია ჩვენ მუშაობა რუსთავში, როდესაც განუკითხაობა იყო დასამალი არაფერი არ არის ის წლები იმდენად ასე ვთქვათ თვითონ ჩამოეკიდა საქართველოს მოვალ ახალგაზრდობას და მოვალთაობას, რომ ალბათ ამ ტვირთს ჯერჯერობით ვერ მოიხსნეს და ეს ყველა ოჯახმა თითქმის რუსთავში მხედრიონის ტვირთი განიცადა და მათ შორის ჩემო ოჯახმაც მოგახსენებათ მაშინ პოლიციის სამმართველოს უფროსი. გატაცებულის კი ბრძანდებოდით ერთი პერიოდი. იყო რაღაც გავსი იყო და თქვენ იცით მაგ პერიოდში რას გეძახდნენ? სერიალი გადიოდა იტალიური კომისარ კატანი, რომელიც იდგა სიმართლის სადარაჯოზე და ზუსტად ასე იყავით თქვენ შეფასებული. ვერ ეგუებოდით ამ უსამართლობას. მე მინდა რომ ჯერ პირველ რიგში რუსთაველებს მადლობა გადავუხადო, არჩევნები იყო 95 წელს. და თელმა რუსთავმა, რუსთავის უმეტესმა ამორჩევლება მე მომცეს ხმა. ახლა ცოტა წარმოუდგენელია, რომ ყოფილ უფროსოდ და მაშინ არ მუშაობდა ყოფილ პოლიციას ქალაქმა გული გაუხსნას და ჩაიხუტოს. მე ამისთვის მადლობას ვუხდი თელ რუსთავს და თქვენ განსაკუთრებით ჩემ რუსთაველებო და ერთი რამ იცოდეთ, რომ მე თქვენთვის არ მიღალატია. იქ არჩევნებში შემდგომ უკვე მეორე ტური როდესაც დაინიშნა ბატონი გურამი ღებულობდა მონაწილეობას ჩვენთან ერთად და მე ბატონ გურამსაც გავახსენებ და ჩემს რუსთაველებსაც, რომ თუ რაიმე გავაკეთე და თუ უარი ვთქვი მე არჩევნებზე, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენს რუსთავს მაშინ ასე ჭირდებოდა, მაგრამ დაიწუწუნს განსაკუთრებით. მეთოდი მქონდა ასეთი, და ხომ გითხარით, დედას გაზრდილი ვარ, ერთად ცხოვრობდით და მეგრელები იყვნენ, ნაჭყებიები გვარად, სამწუხაროდ არც ერთი აღარ მყავს. თინა მოვიყვანე ხარაიშვილი, იმერელი გაკახელებული. ხო და ადაპტაციის პერიოდი მოგიხსენებათ ყველა ოჯახში არის და არც ჩემს ოჯახში არ იყო სულ ხილად და რომ მოვდიოდი სამსახურიდან თინა გამიყვანდა, მაგრამ ცალკე და მეტყოდა სულ ჩემზე ლაპარაკობინო. და კი მაგრამ მე ვთხრა შენ ხომ მეგრული არ იცი რა აი სულ თინა მარტო ეგ ესმოდა ალბათ. და მაგრამ ეხლა ეს თინა რა არის? ვარაენა ვარათინა. ან ეს ან ის ხო ხშირად ხმარობენ ამაზე გონა რომ თინა. ესე იგი თავი მოიკლა სანამ მეგრული არის სწავლა, ტრისენა უნდა ვიცოდეო. მე მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომლებმაც ორივე შვილი ხელი შეუწყეს მეუღლეს სწავლაშიც. მეც ასევე აქვე მინდა ალბათ მაგრამ ლაპარაკით თუ იქნება იგივეს ვიტყვი ის რომ მე პოლიტექნიკური მაგ დამთავრებული და მე რომ იურიდიული ფაკულტეტი დავთავრე ჩემი მეუღლის დამსახურება არის. კი ბატონო, გასაგებია. ბატონო ფრიდონ, ნუ როგორც აღნიშნეთ, ორი ქალიშვილი ყავთ, ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი, თამუნა და თამილა. და ერთი მეორეზე უკეთესი სიძეები შემოგივიდათ ოჯახში. უმცროსი ქალიშვილი თბილისში ცხოვრობს 4 შვილით, საუკეთესო მეუღლე ყავს, არაჩვეულებრივი შვილები. ამ შემთხვევაში აქცენტს უფრო გავაკეთებ რუსთაველ ქალიშვილზე, იმიტომ რომ გადაცემა რუსთავზე და რუსთაველებზეა. ნუ დათო ესებუას და თამუნა კენკებაშვილის ოჯახი მართლაც ერთ-ერთი ღირსეული ოჯახია ჩვენ ქალაქში, არაჩვეულებრივი ოჯახი 3 შვილით. მე მაინტერესებს, აი როგორ შეხვდით სიძეების შემოსვლას ოჯახში? ეს კალთაში გაზრდილი ნაფერები გოგონები, აი როგორ ჩაუგდეთ ხელში ვაჟებს. რაც შეეხება ჩემს ქალიშვილებს. ჩემს ქალიშვილებს ასე
ვთქვათ, ცოტა ძნელი იყო ფრიდონ განგებაშვილის შვილთან თუ გინდა რომანის გამო, თუ გინდა მამამისი ტყვიაში აჯენსო ალბათ ასე ეუბნებოდნენ. ხო და არა, მაგრამ მე არასოდეს არ დამიშლია ჩემს ქალიშვილებისათვის რომ აი ვინმე ისეთი მოიყვანე გაყევი ისეთ ვიღაცას რომ შეძლებული იყო და რაღაც არა მათ თავისი სიყვარულით აერჩიეს თავისი სიყვარულით გაყვნენ ისევ როგორც ჩემი და სიზები ძალიან კარგი ბიჭები ნამდვილად ორივე თუმცა ეხლა გაეცინებათ ალბათ ვინც გვიყურებს და ვინც კახელების ანეკდოტი არ დამოვიწყდება და ანდაზე იგავი პროფესორად სიძე ნათესავებში რო არ ითვლება ხო მაგრამ ორივე კარგი ბიჭები არიან მუშაობენ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ოჯახსულია რაც მთავარია და რაც მთავარია ისეთ შვილებს ზრდიან რომელიც ჩვენს ოჯახს კი არა ჩვენს ქალაქს ჩვენს ქვეყანას რო გამოადგება ერთადერთი მე მიხარია ის რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ სპორტსმენები არიან ვარჯიშობენ და მე მგონი რომ არ შემსწარვართ გაგიმართლათ ნამდვილად კი ნამდვილად რაც შეეხება ურთიერთობას ჩემი სიძეებისა და ჩემი ქალიშვილებისა ვფიქრობ რომ ზუსტად ისე წავიდა მათი ურთიერთობა როგორც ჩვენ გვინდოდა თუ მამას და დედას უნდა თავისი ქალიშვილისთვის კარგი და რომ მისი ოჯახი იყოს ხელშეუხებელი მე თქვენ დედაზეც ვლაპარაკობ სხვათა შორის და თქვენს ბებიას და ბაბუაზე არ უნდა ჩაერიოს შვილის პირად საქმეში არ არის შენი საქმე არ არის ოჯახი ისეთი რომელშიც არ იყოს რაღაც გაუთვალისწინებელი რამ მაგრამ მამამ და განსაკუთრებით სიმამრმა და განსაკუთრებით სიდედრმა არ უნდა შეუშალოს ხელი და ბოდიშით ამ გამოთქმაზე ცხვირი არ უნდა ჩაყოს იმ საქმეში სადაც არ ესაქმება არაფერი ეს ჩემი დაუწერელი კანონია და მას ვფიქრობ და პოზიციაც არის და ყველაფერი იგივეს მეუბნები ჩემს შვილიშვილებსაც მაგრამ ერთადერთი რასაც ვდებ ჩემს შვილიშვილებში და რაც ჩემს შვილებშიც ჩავდე ეს არის უსაზღლო სიყვარული მოყვასის უსაზღლო სიყვარული ქალაქის მე დამრიგო შემეძლო 1000 შესაძლებლობა ქონდა რომ რუსთავიდან წავსულიყავით და გვეცხოვრა თბილისში ჩემი სამსახურებული მდგომარეობიდან გამომდინარე 1000 შეთავაზებაც იყო ყველაფერი მაგრამ მე გამოგსურებელი რუსთაველი ვარ ჩემსავით ხო და მე შეურაცხყოფას როგორ მივაყენებ ყველა ჩემი ძმები და მედები არიან ვინც აქედან წავიდნენ რუსთავიდან მაგრამ არ მინდა რომ ღამურას როლში ვიყო იცით ეს ქალაქი ჩემთვის ყველაფერია ყველა ჭადარი ყველა ხე ყველა ქვა ყველაფერი ჩემთვის ცნობილია მე თუ არ ჩამეთვლით რაღაცა ლამას სიტყვებად როდესაც მე პოლიციის უფროსი გახდით ჩვენ საგუშაკოები გქონდა მაშინ ცოტა ესეთი მდგომარეობა იყო და ყველაზე გვიან შემოვილიდი ყველა საგუშაგოს ყველა ბიჭთან მივიდოდი მოვეფერებოდი საჭვერს მივუტანდი თუ რაღაცას და რომ მოვიბრუნდებოდი სახლში 4-ზე 5 საათზე სიამაყით მევსებოდა გული და რატო რომ მე რუსთაველ ბიჭს მანდო თავისი ბედი თავისი ჯანმრთელობა თავისი სიცოცხლე თავისი ქონება ყველაფერი და ამაზე მეტი სიამაყე რა უნდა იყოს ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს მე მიამაყება ისიც რომ რუსთავში შევქმენი ისეთი მომენტი დრო შესაძლებლობა რომ რუსთავში მანქანების კარებები არ ეკეთებოდა რომ კი ბატონო ნამდვილად დაამყარეთ ასეთი კი ბატონო თავისი ადგილი მიუჩინე რამდენად კანონიერად და რამდენად უკანონოდ ეს ისტორია განსჯის და დანარჩენი ვფიქრობ რომ თვითონ ის ქურდებიც კი აღიარებდნენ იმას რომ მართლაც საჭირო იყო ამის გაკეთება და მე შევხვდი ეგრეთ წოდებულ რეზბალნიცაზე 12 ქურდს მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი რუსთაველი იყო ცხონებული აღარ არის გვარს აღარ დაიღუპა ხო და რომ შევედი ამ ყველა 12 ქურთაისელ და თბილისელ ქურდებს გააცნო
ჩემი თავი რომ აი ამან დამიჭირა პირველად. და ამ დროს რაული ქირია რა ხარ ასეთ ის ცხოვრებული დედაჩემის მოსავლე იყო. უშესანიშნავესი ფიზიკისა და მათემატიკის მცოდნე. ტურებში გამარჯვებული. თუ კი რაიმე ტურები იყო. სამწუხაროდ მე კიდევ ლაპარაკობ დამნაშავეთა სამყარო ეს წავგართვა და როდესაც შევედი დამრიგო ციხეში ამან ხო უთხრა გააცნო ახლა ზოგი მიცნობდა. ხო და რა თქმა უნდა იქ უიარაღოდ შედიხარ მარტო ხარ და ხო და უთხარი რომ თქვენ მეთქი რაც გააკეთეთ ყველაზე ცუდია ეს ბიჭი წაგვართვით მეთქი თორე ეს მომავალი მეცნიერი უნდა იყოს და მომავალი ფიზიკოსი უნდა იყოს მეთქი იმდენი ველაპარაკი რომ ბიჭი კიჩი იყო ერთი ქუთაისელი ქორდი ამოდი ბიჭო ხო ხედავ რა დღეში იქნება გადაგვიმიროს ესაც იყო რა თქმა უნდა და ამიტომ თვითონ ის მაგრამ მათაც ჰქონდათ თავისი პრეტენზიები მაგალითად ახლა რომ ქურდობა ხდებოდა და ყაჩაღობა რუსთაველებს ჩადენილი იყო და მითხრეს ერთხელ რომ ბატონო ფრედონ რა არისო სულ ჩვენ რუსთაველებს რომ გვიჭერდო ჯო ახლა თქვენ გაკეთებულ საქმესე ფოთი და ხوار ჩამოვიდა პატარა გადახდებას გავაკეთებ აი რადგან თქვენ პროფესიაზე ჩამოვარდა საუბარი თქვენ იცით რომ ჩემი მეუღლე და თქვენი ქალიშვილის მეუღლე კლასელები იყვნენ და ხშირად ხვდებოდით სუფრაზე ერთმანეთს. ჩვენ ორივე თამუნა სულ ერთად ვისხედით და ქაქანებდით, რასაც ჩვენი ქმრები ძალიან აპროტესტებდნენ. აკაკი დათოს აბრალებდა რომ შენი ცოლი აფუჭებს ჩემს ცოლსო და დათო კიდევ აკაკის და ჩემ მეუღლეს ქონდა ხოლმე ასეთი რაღაც თამუნას მიმართ ამოჩემებული გახედავდა ხოლმე რომ ვერ ჯობნიდა თამუნას და ასე უნდა იქცეოდეს პოლიცმეისტერის გოგო ეტყოდა ხოლმე და ამაზე ვიხოცებოდით ხოლმე სიცილით და ძალიან კარგად მაგონდება ბატონო ფრიდონ ახლა მამაკაცს რომ დაუსვამ ასეთ შეკითხვას და მით უმეტეს ქართველ მამაკაცს შეიძლება უხერხულიც არის მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს რა დამოკიდებულება გაქვთ სუსტის სქესის მიმართ და თუ გაგიყოლებიათ თვალი ლამაზი ქალისთვის არ მინდა რომ ვიყო რაღაცა ორიგინალური ან რაღაცა სუმალავდე მით უმეტეს ჩემი რუსთაველები მიყურებენ და არა მარტო რუსთაველები ალბათ ეს ქვემო ქართლშიც გადის და ძალიან კარგად მისწრობენ სხვა ქვეყნებშიც გვიყურებენ ისე რომ იცოდეთ კი ვავრცელებ სოციალური ქსელით და სხვა ქალაქებში დიახ მე ყოველთვის ერთი ლექსი მაგონდება თქვენ შეკითხვაზე კვიცივით ხტის ნორჩი გოგო ან რა დაეშურება ზოგს კი ბანოვანი მოწონს კაცია და გუნება ნიშნიანიძის ლექსიდან მინდა რა თქმა უნდა მჯობზე მჯობი არ დაილევა და მე ნამდვილად შორს ავარ იმ ადრესაგან რომ სილამაზეს არ უნდა გაუსვა ხაზი უნდა გაუსვა და მე რომელი დიდი ჭერმეტყველი და მეცნიერი ვარ მაგრამ სიკვდილი იცით ამრიგო რა არის სიკვდილი არის ის მომენტი როდესაც შენ ამ ბედნიერებას სილამაზეს ამ ქვეყნიურ ცხოვრებისა ვერ დაინახავ ვეღარ აღიქვა მოკლედ და ვერ დაინახავ იმ ლამაზ გოგოს და ვერ შეაფასებ რომელსაც ლამაზი ქალი ქვია კი ბატონო გეთახმებით მე ასე ვფიქრობ ულამაზო ქალი არ არსებობს შემფასებელი არის ცუდი თორე ისევე როგორც ცუდი ღვინო არ არსებობს ცუდი დამლებები არის თალი ბძარდებით კი ბატონო რამ შეიძლება მაშინვე გაგაღიზიანოთ მანდილოსანში ან რამ შეიძლება აი ერთ წამში დაიფყროს თქვენი გული რა არის იცით მე ვფიქრობ რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ мама თქვენი დედა თქვენი ჩვენ გაზრდილები ვართ სხვა ეპოქაში თანამედროვეობას რა თქმა უნდა მე პრეტენზია ძალიან ბევრი მექნება თუ მაქვს დრო ამასაც გეტყვით მაგრამ მე ვფიქრობ რომ ჩვენ გავიზარდეთ რუსთავში სადაც ვიცოდეთ ვინ ვის უყვარდა დიახ ისიც ვიცოდეთ ვისი საქმრო იყო ისიც ვიცო ყველაფერი რა თქმა უნდა რომ პატარა იყო ჩვენი ქალაქი მაგრამ ვფიქრობ რომ თუ კი არსებობს სიყვარული და თუ კი არსებობს ეს ნაზი გრძნობა, ხო? უნდა იყოს სულ ბოლომდე და ეს გრძნობა მეგონი გაიმარჯვებს ყოველთვის სიბოროტოზე. რახან ჩამოვარდა საუბარი, იცით მე ფიქრობ რომ რუსთაველები და არა მარტო რუსთაველები გამიგებენ. გუშინ წინ უყურებდი ტელევიზორს. გამოიყვანეს რა ვიცი 1000 ჯურის ისინი
მამაკაცები გაქალებული და ქალები მამაკაცი და შემდეგ. იცით, ჩვენ რუსთავში ყავდა ასე ვთქვათ, ასეთი პიროვნებები, მაგრამ იმათ არავინ არაფერს არ უშლიდა და არც არაფერს არ ეუბნებოდა, მათ თავის სამსახური ჰქონდათ, მუშაობდნენ და მეზობლობდნენ კიდევაც, მაგრამ ეს იმას ანიშნავდა, რომ დაუშვათ ტელევიზიას, რადიოს. აფიშირება არ ხდებოდა. რომ აფიშირება გაეკეთებინათ იმისი და მაგრამ მე სულაც არ მინდა რომ ჩემს ახლა ჩემი შვილიშვილები უფროსები არიან, მაგრამ ნაწილი ხომ უმცროსი. მე არ მინდა რომ აი კესარიას უყურო. მე კიდევ ლაპარაკობ. ტაშის დაყვრას რატომ გთხოვენ? ტაშის დაყვრას თორემ მიყვნენ ის ადამიანები, ვინ რას უშლის კი ბატონო. თავისი ბედი, თავის მაგრამ მე მინდა გავახსენო ყველას ერთი რამე. რომ აი ძალიან ახალ ახთმაში კარგად წერია. არ მიეცეს სამუდამო სასופველი. ვერცხლის მოყვარულს ასე ჩამოთვლილი ამ კლერს აკეთიკეთ და მამათ მავარსავ. შევჯახაშენებულო თუ ეს ჩვენ წამს და უნდა ვიწამოთ კიდევაც და ვისაც არ უწამია უნდა იწამოს, მაშინ სადამე შენ ტელევიზიამ არ უნდა გააკეთო ის და არ უნდა მაჩვენო შენ ჩემს უფლებას რატომ არღვე? მე თუ არ ვარღვევ ის უფლებას, გამოდიახ და შენც არ უნდა არღვიო. არ მსიამოვნებს. ახლა იქნება ვიღაცა მითხრას გადარტე და სხვა არ ხსუყურეო. მე იმახს არ მინდა უყურო, მე მინდა იმახს უყურო, რომელიც ჩემს ორგანიზმთან, ჩემს სულთან ახლოა, ქართულ არ. მაგრამ არ მინდა. და მე კიდე უფრო მეტი თუ გაუშვებთ ამას კი ბატონო გითხარით წინააღმდეგი ვარ წკრიელაშვილის მიერ გამოსვლა და იქ რამდენი ფეხსაცმელი, რამდენი ტანსაცმელი და რაღაცა მე არ მაქვს შესაძლებლობა იქნებ რომ ჩემს მეუღლეს 7-8 ფეხსაცმელი უყიდო, ჩანთები უყიდო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს არის იცით ისედაც ამ ჩვენს ცხოვრებას, რომელიც ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ შევქმნით ისეთი ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვინდა, ცეცხლზე წყალს და ნავთს ხავ. არ შეიძლება რა. მოდი ის რაც ის ტანსაცმელი აქვს თუ რაც აქვს, იმან თავისთვის შეინახოს და თავისი კონდეს და ამ გაჭირებულ ხალხს ნუ ჩიჩხინებ იმას რაც არ მე ასე მწარ. ჩვენ სხვადასხვა თაობის ბრძანდებით, მაგრამ მე აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერს. დიდი მადლობა თუ ეს ასე. და რადგან ასე წამოიჭრა, ეხლა საუბარი მდავძენ რომ სხვათა შორის მეც მიკიჟინებდნენ ხოლმე ახლობლები რომ ზუსტად ესეთი ადამიანების მოწვევა სკანდალური გადაცემის რეიტინგზე იმუშავებსო, მაგრამ მეც არ ვეთანხმები ამას და არ გვჭირდება მე მგონი ესეთი გადაცემები ჩვენ და ზუსტად ის ხაზი რაც მიყვება ჩემ გადაცემას რომ ეს გადაცემა არის ღირებულებებზე და ფასეულობებზე, ვინაიდან ჩემთვის ყველაზე ღირებული და ფასეული ღირებულება და ფასეულობა, ამიტომ ეს ხაზი სულ დარჩება და სკანდალური გადაცემების გარეშეც საკმაოდ სერიოზული რეიტინგი აქვს ამ გადაცემას, თამასა საკმაოდ მაღლა არის და დღითი დღე ეს თამასა მაღლა იწევს იმდენად საუკეთესო სტუმრები, ანუ რუსთაველები მოდიან გადაცემაში და მე აბსოლუტურად გეთანხმები თქვენ რომ არ არის საჭირო ზედმეტი აფიშირება. ეს იყოს ეს ყველაფერი ჩვენი საქმე ეს არ არის, ნუ გვაჩეჩებენ ხომ ზედმეტად თვალებში. კი ბატონო. ბატონო ფრიდონ მაინტერესებს გამოუვა მდგომარეობაში თუ ჩავარნიხართ. ალბათ კი და აი თუ გაქვთ რამე სირთულესთან ბრძოლის მეთოდები. იცით, ჩემს სამსახურში ყოფილა ძალიან ხშირად. ეგერ ჩემი თანამშრომლები ალბათ რომლებიც დღეს გვისმენენ და გვიყურებენ, იციან რაოდენ ძნელი იყო ის წლები, განსაკუთრებით 90-იანი წლები. ყოფილი. გარდა 90 წლებისა კიდეც იყო ადრეც 68 წლიდან მუშაობდა, უფრო ადრეც და იყო ესეთი, მაგრამ გამოუვალი იყო სწორედ მაშინ, როდესაც უნდა გადაგეწყვიტა, რა უნდა გაგეკეთებინა, როგორ ჯობდა. და მე მიამაყება, რომ არც ერთი ოპერაცია, რომელიც მე ჩამიტარებია და არავის ნაკლები არ ყოფილა რუსთავის სამმართველო და სადაც მიმუშავე ეს გარდაბანები წყინვალე კოლექტივი იყო და ყველა ოპერაციას უსისხლოდ დავემთავრებია. ერთად-ერთი სამინისტროში რომ მუშაობდით, რუსთაველი ბიჭი შენგელია შემოაგდა დავნაშავეთა სამყაროს მაშინ და ერთ 40-მდე ისიც დავაკავეთ და
სამწუხაროდ თავი მოიკლა თვითონ კვლელმა, შენგელიას კვლელმა. სხვა დანარჩენი ღონისძიებები ჩატარებული არის უსისხლოდ. ეს არის ყველაზე კარგი, ყველაზე ოპტიმალური, როდესაც არც ერთი მხარე არ იღუპება. ეცეთ პოლიციაში მუშაობა მარტო ის არ არის, რომ იარაღი დაიკიდო და ვიღაცა შენი იარაღისა ეშინოდეს. არა, უნდა იყოს პრინციპული, მაგრამ ამ დროს კაცთმოყარე. ეხლა ზოგიერთ შეიძლება გაიცინოს ფრიდონ განგებაშვილმა, როგორ დაიწყო საუბარიო, მაგრამ მე მინდა ყველას გავახსენოთ და გაგახსენოთ ჩემ რუსთაველებო. ეს იყო ძალიან 70-იანი წლები. ერთ-ერთი პიროვნება მაშინ თავარახში დასახლება იყო. და ბავშვი დაიკარგა. 4 წლის გოგონა დაიკარგა. ნუ როგორც ყოველთვის მაშინაც და ეხლაც მთელი არა მარტო რუსთავის, არამედ ყველა სამინისტროდან ჩამოსული ხალხის ყველანი ვეძებდით ვერ ვიპოვნეთ ეს ბავშვი. დედა მუშაობდა და დედას ხვდებოდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოქალაქე ქართველი ბიჭი. ხო და მოკლედ ვიმუშავეთ, უცებ ხომ არაფერი ვერ გაიხსნება ეს საქმე და ბოლოს დაგვირეკეს და გვითხრეს რომ 1-2 კვირის შემდეგ რომ მოდითო აქო რაღაცა მთავარახში მაცხოვრებელებმა აქო რაღაცა ეს არის ბეტონის ფილა არისო და ძაღლები ესევიან ამ ადგილას. მივედით და ნახეთ ამ ბეტონის ფილის ქვეშ ეს გოგონა, რომელიც სამწუხაროდ არც ცოცხალი არ იყო და გაუპატრურებული იყო. დავადგინეთ რომ ეს ის კაცი იყო, რომელიც დედას ხვდებოდა ამისი და ახლა მე გეკითხებით ყველას და რუსთაველებს. ნუ თუ თქვენ ჩემო მეგობრებო, ანდა თქვენ ჩემო თამუნად ასეთი შესანიშნავი მეუღლისა და ოჯახის პატრონი. ხელი აგენ კანკალდებოდათ რომ ერთხელ მაინც არ წამოგერთხათ იმისთვის და არ გეთქვათ რომ რასაკეთებ, რა გააკეთე. ამას ცხოველიც არ აკეთებს. ყოფილა შემთხვევა ისეთი, როდესაც გამომდგომარეობაშიც ყოფილა და ყველაფერი და მაგრამ ისიც გადაგვიწყვეტია რომ იცით იქნებ ჯობდეს რომ არ გადადგეს და ბიჭი რომელსაც სიკვდილი მოყვება. და ერთ საბოლოოდ ალბათ შეკითხვები გექნებათ. მარნეულში გახდეთ პოლიციის უფროსი და სამიმკვლელობა მომიხდა. ერთ დღეს, ესე იგი, სიძე მოკლა, სიმამრი, სიდედრი და ცოლისდა. თანაც ის პერიოდი, აი სიმინდები ამოსულია ყველაფერი და კიდე უნდა მოკლას 2 კაცი. ხო და ეს ინფორმაცია მიღებული გვაქვს. მარნეულის გამგებელი ბრწყინვალე პიროვნება იყო, ცოცხალიც არის ახლა ღმერთმა კარგად ამყოფოს ბესო ბოლაზე და ნუ ბესო მითხრა რომ აღარ უნდა მოხდეს მკვლელობა, გააკეთეთ ყველაფერი რომ შეხვდეთ. ალბათ არ უნდა შემიშალოთ ხელი ისეთ მომენტს ვლაპარაკო, ხო და შევხვდით სოფლის მოლას, აზერბაიჯანელებით იყო დასახლებული ეს. და უთხარი რომ ვიცი სადაც არის, მაგრამ ჩვენი მისვლა ან ჩვენს რომელიმე თანამშრომლის სიკვდილს გამოიწვევს, ან იმისი. გამიკეთეთ ისე რომ შემოხვედრეთ მეთქი და თქვენ წარმოიდგინეთ, მივედით სახლში და მე და გოგი გამდლიშვილი ჩვენ თანამშრომელი იყო, ორნი მივედით. იარაღი ამოვიღე ჩემი და გადავეცი მოლას. მოლამ ჭიდი გამოაძრო და ეს იარაღი დამებრუნა. შემოვიდა ეს ბიჭი გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატით. ხო და ჩვენ ზებნელი, მკვლელი. ჩვენ ვთხრეთ რომ აი მოსულები და მოლამ უთხრა რომ აი მოვიდაო პოლიციის უფროსიაო ეს კიდე თანამშრომელიაო და იარაღი ჩამოგვარესო და უიარაღოთ არიან. თქვენ წარმოიდგინეთ იმ ბიჭმა იარაღიც ყველაფერი რაც კი საბრძოლო იყო დაალაგა, ერთადერთი მითხრა რომ ჩემს შვილს შემოხვედრეო. შევახვედრეთ შვილსაც პატარა ბავშვი იყო, 6 თვისა იყო ეს ბავშვი. ხო და რო ავიყვანეთ, რომ მომიყვანეს ეს ბავშვი, რაც გქონდა მაშინ რუსული ფული იყო, მე და გოგი გამდრიშვილმა ამას ფული ჩაუდეთ. და ამ ერთმა 200-მა კაცმა, რომელიც ესწრებოდა ამის ნათესავები, აი რაღაცა იყვირა, რომ ეს რა ხდება, როგორ ხდება,
არ ვაკადრე იმ ბიჭს ხელბორკილების დადება ისე ჩავჯეკით მანქანაში ორივენი მე და ის უკან და გოგი წინ და მივიყანეთ პოლიციაში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ მაშინ დახურეთ აიყო. რომ აგვეცილებინე და მე მადლობელი ვარ მოლასი და იმ სოფლისა რომელმაც მხარი დაგვიჭირა ასე და სისხლის ზღვა ნამდვილად აგვაშორებინა. ასეთი მომენტიც ყოფილა. ეს გამოუვალი მდგომარეობა იყო. სხვანაირად ვერ გააკეთებდნენ. ბატონო ფრიდონ, მეორე შანსი ყველას უნდა მივცეთ. იცით რა არის? მე ამ საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მოქალაქე იყო რუსთაველი გვარს აღარ არის საჭირო იმისი, რომელიც ბრწყინვალე პიროვნება იყო. იმდენად განათლებული იყო, რომ ცხონებულ მამუკა ასლენიკაშვილს, ჟიული შარტავას და სხვებს კონკაშვილის ყრილობაზე, საბჭოთა კავშირის კონკაშვილის ყრილობაზე უწევდა მოხსენებებს. და მოხდა ისე რომ ვიღაცის გამო და რაღაცის გამო უпроსურად რატომ არა გეტყვით ამხანა გიმოდიოდა თავის სოლთან ერთად ქიმიკოსების დასახლებასთან და კლუბთან და ოთხმა ნასვამმა ამ მეუღლეს გოგონას ახლაც შეურაცხყოფა მიაყენეს ეს ბიჭი მოკრივე იყო და უთხრა რას აკეთებ ეს ცოლია მისია და და თითო დარტყმა გაუკეთა და ყველა ხმები დაუხეთქა ბაბათეთ ამ გამოხმაზე და დაიჭირეს ეს კაცი. მე ამ დროს კრასნოდარში ვსწავლობდი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი და იქ ვიყავი. სანამდე ჩამოვედი და სანამდე მე გამაგებინეს და მანამდე დაიჭირეს და ხო და იმდენად ნიჭიერი იყო და იმდენად განათლებული ბიჭი იყო რომ იქ ციხეში დანიშნეს ციგნისა და ხატრული ბიბლიოთეკისა და იმ ბიბლიოთეკაში და ციგნისა და ხატრული კითხვის ჯგუფი ჩამოაყალიბა ხა ეხლაც მახსოვს ერთმა წაიკითხა რა ქვია პასპორტი ხო და თურმე ეს პასპორტი თავის ხორებაში არ აუღია მაწანწალა ყოფილა ხო და აი მაშინ თქვი რომ უნდა მიეცეს ამ კაცს შესაძლებლობა განაყველა დამნაშავეა რომელიც ციხეში ზის განაყველა იმსახურებს იქ ყოფნას ხდება ზოგჯერ რომ ახლემის კურდი და მემსის კურდი ერთნაირად იჯება სამწუხაროდ ეს ასეა და უნდა მიეცეს შესაძლებლობა შანსიც უნდა მიეცეს უნდა ადამიანი იმიტომ არ არის რომ რახან ერთი ხელი ჩაიდინა დანაშაული ამით მოეშა ხო საერთოდ ადაპტაცია უნდა მოხდეს მისი ან და სოციალიზაცია ან რაღაცა ისეთი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რა მდგომარეობა არის ციხიდან გამოდის კაცი სამუშაო არაფერი არ აქვს და რამდენი პროცენტი ბრუნდება იცით უკან? გასაგებია. ჩვენი ერის და ასეთი პატარა ქვეყნების როგორი ჩვენა ვართ ეს ჩვენი ერის უბედურება არის. დიახ. კი ბატონო. ბატონო ფრიდონ, ძალიან კარგად ვიცით ჩვენ რომ რუსთავი ყოველთვის იყო საუკეთესო ნიჭიერი კადრების სამჭედლო. რუსთავი ასე ვთქვათ იყო ტრამპლინი. რუსთავში თუ ნამუშევარი იყავი, ეს უკვე გამოცდა იყო ჩაბარებული, რომ ნებისმიერ ადგილზე შეიძლება დანიშნულიყო უკვე ის ადამიანი. მე იცით რა მინდა გაიხსენოთ ძველი რუსთაველები, ვინც აღარ არიან უკვე, ვინც კვალი დატოვა, რაღაცა კვალი მაინც დატოვა ჩვენ ქალაქში. აი იქნება შევეცადო. იცით მანამ სანამდე ვსწავლობდი, მე მუშაობდი, სანამდე შეხება არ მქონდა ბიუროსთან, პარტიის რაიკომთან. მანამდე ჩემთვის ცოტა ისეთი იყო, ვინ იყო პირველი მდივანი და აღმოსკომის თავმჯდომარე, ამას არსებითი მნიშვნელობა ჩემთან არ აქვს და არც პოლიციის უფროს არ ვიცნობდი, იმიტომ რომ არადოს პოლიციაში არ ვიყავი წარდგენილი არასოდეს. მე მქონდა ბედნიერება დამრიგო რომ შევხედრიყავი გრიშა შონიასთან ერთად ჟიული შარტავას. ეხლა ბევრი ბრალებს იმის მაგაცი ვიყავი, ამის მაგაციო, მაგრამ მე არც მეგობარი ყოფილი ვარ, არც მაგაცი არ ყოფილი, ამას როგორ გავბედა. ის გმირი იყო ჩვენი საქართველოს გმირი, ის 23 კაცი ყველა გმირი არის, რომელიც იქ დაიღუპა მასთან ერთად. და მე და გრიშა შონია მივედით მასთან სახლში. არ მუშაობს. დისერტაციას იცავდა მაშინ. ეხლაც მახსოვს, გამოიტანა არაყის თავის სახლში ბიჭი მაგისი ახალგაზრდა იყო და ატამი ხო და
ახლა მე არჩევნები რო იყო მაგისი მე მაშინ მუშაობდი ერთად არ გვიმუშავნია მაგრამ მუშაობდი და მითხარ რომ ეს იმისი სიტყვებია მცხონებულისა მალე შენი მეთოდებიო ფრიდონო რომ მუშაობ პოლიციაშიო აღარ იქნება გამოსადეგარი ახლა კი გამიკვირდა რომ ამ ხელა კაცი რას ლაპარაკობს თუ ფიქრობს რომ ქურდობა და ხაჩაღობა და დანაშაული მოისმობა მაშინ არც პოლიცია არ იარსებებს ხო ეს ძალიან კარგია თუ ამისკენ წავალ ჩვენ და საზოგადოება თუ ასეთი ვიქნებით აბა მეთქი როგორ არ იქნება ქურდობა და როგორ არაო მაგრამო ამას გიყვებით მეთქენ 90 წელია თუ 88 აი 8-დან 10-მდე მოხდებაო არა მარტო საზოგადოებისო არამედ მთელი მრეწველობის კრიმინალიზაციაო წარმოგიდგენიათ და ქარხნებშიო და იმის შემდეგ რაც მოხდა კარგად ვიცით მეტალურ ქარხანაში ქიმიურში ცემენტში ყველაფერში მართლაც ჩადნენ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები და აკონტროლებდნენ როგორც ჯანდაცვას როგორც ტრანსპორტს ყველაფერს აკონტროლებდნენ ის კი არა გარდაცვლილზე არაფერს არ ლაპარაკობენ მაგრამ მაინც ჯაბა იოსელიანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წასული იყო და შევარდნაძესთან ერთად იჯდა და მართლაც გამართლა მისი სიტყვები იმ ცხონებული სამხედროებაში ბატონი ჟიული და მართალი გითხრათ ისეთ ცოტა უცნაურად წამოვედი მაგრამ მართლაც გამართლა ეს ყველაფერი და ასე რომ ის ხალხი რომელსაც თქვენ მეკითხებით მართლაც დატოვეს მათ თავიანთი კვალი მე ვინაიდან აქ ლაპარაკია განსაკუთრებით ჩემ რუსთაველებზე თემურ ხაზარაძე შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო ზურა ჯაფარიძეზე შემიძლია ვილაპარაკო შენს ზურაბზე შემიძლია რომ ვილაპარაკო ლომიძეზე კაი კალათბურთელი ოთარი მენაბდე კაი კალათბურთელი ყველანი ვინც კი ჩამოთვალე განსაკუთრებით მინდა მოვეფერო სოსო სარეშიძეს რომელიც აი იმ პერიოდში იყო გამგებელი მერი ქალაქისა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ დაებალანსებინა რაღაცნაირად რომ რაღაც ოქროშუალედი ეპოვნა რომ ქალაქში არ მომხდარიყო სისხლის ზღვრა და ეს ყველაფერი და მე მინდა განსაკუთრებით ასევე აღმოსკომის თავმჯდომარეები იყვნენ წინვალე ხალხი მოვეფერო მათ და მათ სულებს და ისინი აღარ არიან ძალიან ბევრი კარგი კაცი იყო და ანდარ დღის ის რომ ქუჩები გვაქვს ჩვენ თოდრიას ქუჩა მშენებელი წინვალე პიროვნება იყო 1 მეტრიდან გადავარდა და თავი დაარტყა ჩვენი ექიმები ვადაჭკორია და ყველა რომელიც გინდა რომელი ერთი ჩამოთვალოთ თუ გინდაც მამუკა ჩვენი რომელსაც ძეგლი გაუხსენით და ასლანიკაშვილი რომლის ქუჩაც არსებობს და უამრავი სხვა და მე მიამაყებოდა რომ რუსთაველი ვიყავი და სხვა თორშეში საქმეთა სამინისტროში არანაკლები რუსთაველები ვიყავით რომლებსაც ჩვენი სიტყვა და ჩვენი ქალაქელობა მოგქონდა კი ბატონო ფრიდონ აი უცნაური შეკითხვა უნდა დაგისვათ გიცემიათ ვინმე ეს არა ქვია ეს შეკითხვა ძალიან ხშირად დაუსვიათ ჩემთვის ხოლმე და მე გულახდილად მინდა გითხრათ რომ როდესაც ჯგუფი ყავს დაკავებული ამოღებული გაქვს ნივთი და ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ლაპარაკობს რომ დიახ ბატონო მე ეს გავაკეთე ეს მოვიპარა და დავაყაჩაღე და ჩემთან ერთად იყო პეტრე რომელმაც იარაღი ბავშვს დაადო მეორე სულთო კონდა და მოხუც ხაზ დაადო იმედია რომ გამიგებთ რომ ვერ შეიკავებდე თავს გასაგებია თუ დიპლომატიურად გიპასუხებთ გასაგებია მიღებულია კი ბატონო პატარა გადახვევას გავაკეთებ ცოტა გავმხიარულდეთ ერთხელ თქვენთან ვიყავით სტუმრად მე და დედა და თქვენ მაშინ მე არ მიცნობდით და რომ მობრძანდით ცოტა შეზარხოშებული ბრძანდებოდით და რომ გვემშვიდობებოდით ასე უთხარით დედაჩემს რომ დედა რა კარგი შვილი ყოლიაო შედლიაო მე მომიბრუნდით და ბიძიაო შენ როგორი კარგი გოგო ყოფილხარო ერთი ბიჭიო ჩემზე იყოს პროკურატურიდანო ამ დროს მე გათხოვილი ვარ 2 შვილი მყავს სახლში რომ მივედი ჩემმა მეუღლემ რაღაცაზე გამაბრაზა და მე უთხარი ჭკვიანად იყავი თორე ფრიდონ კენგებაშვილს პროკურატურაში უკვე საქმე ყავს ჩემთვის გამზადებულითო და აი მე როგორ გაუხარდა იცით
თუ ვინმე მომაშორებს შენ თავსო, მითხრა, მაგან გაიხაროსო. მე თვითონ ისეთ ქორწილს გადაგიხდით ამდაო. კი, რომ ქვეყანა ავალაპარაკო. კაკო გადასერები ბიჭი, ძალიან კარგი. ცხინვალები. მაგონდება ეს ისტორია ძალიან. ბატონო ფრიდონ, რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა. с ним в разведку не пойдешь. ანუ დაზვერვაზე ყოველთვის ყველაზე სანდო და გამოცდილ ადამიანებს უშვებდნენ. მე მაინტერესებს, ფრიდონ კენკებაშვილთან ერთად თუ უნდა წახვიდე დაზვერვაზე. პერიოდი არის, როდესაც მინისტრი არის რომან გვენცაცი. მე ფაქტს მოვიყვან. ხო და სარტიჭალაში ახლად მოიპარეს მანქანა და გაიტაცეს უბრალოდ და მივყევით ამ ყვას 1-4-5 დღის შემდეგ და დენდროლოგიური პარკია თბილისში, მაშინ გარდაბნის ტერიტორია იყო და დავადგინეთ რომ ის ყველა ვინც კი არიან და მათ შორის 7 კანონიერი ქურდი ერთ სახლში არიან შესულები. თავის ქება კიდრის იმას ღირს, მაგრამ კიდრი ზოდვირია ახლა. ხო და არასოდეს არავინ არ გამიშვია ჩემი თანამშრომლებიდან აი იმ საქმეზე, რომელიც სახიფათო იყო და ერთად-ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა გია ებილაშვილმა აი მაშინ როდესაც წავედით ერთად უსეფხო ვერ შევარდები, არა დაზვერვა იყო, ორინზების ჩატარება არის და უსანოა და შემდეგ და რომ შევედით და იმან შემასრო. და შევედა ის. შევედით თამრიკო და 6 თუ მისმენენ ზოგიერთი მათ აღარ არის ის კარი ისენი, მაგრამ მაინც 6 ტეტე ქონდათ, ეს ტეტე არის ბრწყინვალე იარაღი, რუსული იარაღი. ჩვენ ავტომატებით და დავინახეთ 9 წლის გოგონას ძინავს ამ სახლში. პირველი რაც შეიძლება ჩვენ გვეთქვით რომ არ უნდა გავარდეს აქ თქვია, იმიტომ რომ ისედაც პატარა სივრცეა, დახურული სივრცე. დრო არ მოხვედრო და კიდევაც მარტო ხმა გააგიჟებდა ამას და სხვათა შორის გავუგეთ. არც იმათ და არც ჩვენ აღარ ვისროლეთ და ისე ჩაგვარდნენ და ისე წამოვიყვანეთ და ასე რომ ანუ შეიძლება თქვენთან ერთად წასვლა დაზვერვა. ვფიქრობ რომ არავის არაფერს არ დაუწყო. პირიქით ყოველთვის და როდესაც მე მუშაობდი პოლიციაში ყველა ღონისძიებაზე ჩემს თანამშრომელს არ გავაციებინებდი ჩემზე ნასროლ ტყვიას. პირველი მე მივდივართ. ეს არ არის ბიტონე სიტყვები თუ არა. კი, ნამდვილად ასე იყო, კი ბატონო, გეთანხმებით. კი ბატონო. ბატონო ფრიდონ, გადაცემაში სტუმარს შეუძლია წამყვანს დაუსვას ერთი შეკითხვა. კარგით. მაშინ ვინაიდან სარგებლობ აი ამ პრიორიტეტით, მაშინ მე მინდა დაგისვათ შეკითხვა. როგორი იყო მეუღლე შენი და რას გძნობ ეხლა შენს მეუღლეს? აბა რა გითხრათ? ჩემი მეუღლე როგორი იყო თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. მე ძალიან დიდხანს ვეცადე მის დავიწყებას ბატონო ფრიდონ, იმიტომ რომ უბრალოდ აი ჯანმრთელობა შემელახა ამდენი დარდით და ფიქრით, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ძალიან მოკლედ გეტყვით, იმიტომ რომ მე უკვე მასზე იმდენი ვთქვი, იმდენი დავწერე. მე მას 500 ნოველა მიუძღვენი. მე იგი ფაქტურად მთელ სოფლიოს გავაცანი. იგი იყო საუკეთესო ბიჭი სიცოცხლეში და რჩება უმაგრესად სიცოცხლიდან წასვლის შემდეგ. მე არ მინდა ახლა გაუშვა მომენტი და შანსი და მეუღლესთან ერთად არ გავიხსენო მამა ჩემი. ვინაიდან მე ჩვენ რაღაც მამაშვილური ის გაქვს დღეს საღამო. მამა იყო ჩემი გმირი. მამა იყო 21 წლის მე რომ დავიბადე, მაისურში ვიჯექი და მამა ისე ხაზავდა ნახაზებს. იგი სრულიად პირტიტველა ბიჭი ჩამოვიდა რუსთავში და შემდეგ მან უამრავ წარმატებას მიაღწია. მამა იყო მართლაც საუკეთესო მამა, საუკეთესო მეუღლე, სიძე, სიმამრი და ასე შემდეგ. და მართლაც თავისი კვალი დატოვა ამ ერთი წესიერი პატიოსანი კაცის კვალი დატოვა. რა ვიცი, გამიმართლა ასე ვთქვათ, ჩემს მამაკაცებში მეუღლეს და მამაც საუკეთესოები იყვნენ და სამწუხაროა რომ დაგტოვეს. ძალიან ბევრს გააკეთებდნენ ისინი დღეს რუსთავისთვის. ნამდვილად ჯერა. მე მინდა ცოტა გადახვევა გავაკეთო.
მე ძალიან გითხარით რომ ოთარი მენაბდე მამა თქვენი და ძალიან ბევრი ბიჭები კალადროს თამაშობდით და მათ შორის მეც ხო და პარკში იყო კალადროსის მოედანი შეჯიბრი გვაქვს ხო და მამა შენი წინვალი კალადროსელი იყო დედათხმის და მამათხმის კალადროსმა შეაყვარა ერთმანეთი ხო წამოვიდა ისე და მე დაცვაში ვარ და ესე იგი დამეჯახა გადამაგდო ჯარიმა მიცეს მას რა თქმა უნდა ამის გულისთვის მაგრამ ეგ არ იყო მთავარი მოვიდა დემონსტრატიულად ყველას თანდასწრებით წამომაყენა მაკოსა და ბოდიში მომიხადა ეს მხოლოდ გვირებს ეს ეხეთებოდა ნამდვილად სულაპარი ბიჭი იყო მამათხარი ეს არის შობილი ადამიანი ორივე ნამდვილად ვერ ბატონო ფრიდონ იყავით გულახდილი გადაცემაში მე მგონი საკმაოდ გულახდილი ბრძანდებოდით ეხლა თამრიგო რა არის იცით წლოვნებას თავისი მიაქვს ხო და ვეცადე რომ ყოფილიყავი გულახდილი მაქსიმალურად ვცდილობდი რომ გულახდილიყო იმიტომ რომ მე არასო მიუხედავად იმისა რომ ეხლა დღეს მე ადვოკატურ პრაქტიკას მივყვები არასოდეს არ ვიქნები არც ადვოკატი არც მასწავლებელი არც პედაგოგი არც არაფერი პედაგოგი რა თქმა უნდა ჩემს საქმეში შეუძლია მე ყოველთვის ვრჩები ოპერატიულ მუშაკად თუ დღეს რაიმეს მივახციე მე და თანაც მივახციე იცით მე შემიძლია რომ წავიტრაბახო კიდევაც რომ იმ პერიოდში როცა ჩვენ მუშაობდით არავინ არ ყოლია და არც არავინ არ დაგხმარებია წინსვლაში არც მამა თქვენს არც დედა თქვენს და არც არავის არც ჩემს მეგობრებს მე რომ მოვიდი სამუშაოდ ტარილ ბერძენიშვილი ამოვიყენე გვერდზე ნარსია კარლო კობაძე და რა ვიცი უამრავი ბიჭები ამოვიყენე გვერდზე და ერთად შევძელით იმის გაკეთება რის გაკეთებაც შევძელით და მე ამაყება რომ ის კაცი ვარ რომელსაც თავისუფლად შემიძლია რუსთავში გავლა და ვერავინ თიც ვერ მოიშვეს და ვერ იტყვის რომ ეს მხდალი და მშიშა არ არის ყველაზე დიდი სიამაყე ეს ჩემი ეს არის ყველაზე მეტად მაგისი მეშინია ცით სირცხვილისა და სიმხდალის და ჩემ ბიჭებს ჩემს ქალაქელებს ჩემს შვილების ან და შვილიშვილების კბილა ბიჭებს ვეთქვი რომ მაქსიმალურად ეცადეთ რომ იყოთ გულახდილები მაქსიმალურად ეცადეთ რომ გიყვანეთ შენი ქვეყანა და არ მოწიოთ და არ გაიკეთოთ არ გაიჭხინოთ მაპატიეთას ჟარგონზე იმიტომ რომ ეს ჩვენ ისედაც პატარა ქვეყანა ვართ გენოფონდი და ალბათ ჩვენები უსმენდნენ და იციან კიდევაც რომ 2050 წელში საქართველოს მოსახლეობა 1 მილიონით შემცირდება და თუ ჩვენ ასე ჩვენმა ერმა თუ ნარკოტიკებს მიუყავით ხელი და სხვა რაღაც ის უნგბედურობებს ბიჭოლებს და ასე შემდეგ მაშინ ჩვენიერი აღარაფერი აღარ დარჩება და მაშინისთვის ავართ ამ ქვეყანაზე მოსულები მხოლოდ იმიტომ რომ ჭამოდა თავი ბალიშზე დადო და დაიძინო მე ვფიქრობ რომ ეს არა მარტო შენი ოჯახის მიმართ არამედ მთელი ერის მიმართ ჩადენილი დანაშაულია ტიტული ჩვენთან გალის ეს უნდა გავაკეთოთ ჩემს შვილიშვილებს ვეუბნებით ამრიგო თუ ვინმე სიგარეტი შემოგაჩეჩა ან და სხვა რაღაცაზე დაგიყოლია უფლებას გაძლევა მე არადოს არ ჩამიტყვია რომ იყავი სისხლის მოყვარული ან რაღაც მაგრამ ჩაარტყი თავში ქვა ჯოხი იმიტომ რომ ის არა მარტო შენი მტერია არამედ ის ჩვენი მთელი ერის მტერია და არ მინდა რომ სამოგონა მახესტი კი ბატონო მე მეტად ჩემს კარგად არის ცნობილი რას ნიშნავს ნარკოტიკები და მიბმა ნარკოტიკები შენი ბედის დიახ ბატონო ფრიდონ დღეს მე პირადად აი თამუნა ლომიძე ძალიან უცნაური დღე მქონდა დღისით მიწვეული ვიყავი რუსთავი 2-ზე ნანუკას შოუში როგორც რეგიონში ერთ-ერთი პოპულარული გადაცემის წამყვანი ნუ არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებით ვარ დაბრუნებული
თავბრუ დახვეული, ასე ვთქვათ, ყველაფერი მომეწონა, წამყვანიდან დაწყებული, მისი თანამშრომლები და ასე შემდეგ. ფანტასტიკური დღე იყო. და დასრულდა ბოლოს დღე ასეთი საუკეთესო დიალოგით ჩვენ შორის. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რატომ ყავდა მოწვეული ეს სტუმარი, ვინაიდან ჩვენი გადაცემა რუსთაველებზეა და სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. რუსთაველი უნდა იყოს, თქვენ ბრძანდებით რუსთაველი, საინტერესო ცხოვრების ისტორია უნდა გქონდეს, ну თავისთავად ცხადია თქვენი ისტორია ძალიან საინტერესოა და რაღაც ასპექტში მისაბაძი უნდა იყოს ჩვენი თანაქალაქელებისთვის. თქვენ რითი ხართ მისაბაძი? აი ზუსტად იმ თქვენი სამართლიანობის პრინციპების დასვით ხომ ხართ, მაგრამ მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მე საერთოდ ნანახიც კი არ მყავდით, თქვენ ვიმბრძანდებოდით, მაგრამ სულ მესმოდა, რომ ეს ფრიდონ კენკებაშვილი იყო საოცარი, ძალიან სათუთი, ძალიან კარგი მეოჯახე და მეუღლე. და აი მე ზუსტად აი ამ სტატუსით მოგიყვანეთ დღეს, რომ თქვენ ხართ ოჯახის მოყვარული, ძალიან კარგი ქმარი ბრძანდებით. ყავს არაჩვეულებრივი ოჯახი. ეცედულოსაც გეტყვით. ეხლა ჩემმა მეგობრებმაც უყველა მიციან, ნუ ჩვენ ცეკვავთ. ეხლაც ცეკვავ? ეხლაც და. რა ცეკვებს ცეკვავ? ქართულს რა თქო. ხო და. ეს სახლში თუ დადიხართ სად? არა. წრეზე. აი ქორწილი როგორ არის ხოლმე რაღაცა რომ მიგვიწევენ, იქ ცეკვავთ და ან დაუშვათ ხომ ყოველთვის არ იცეკვებ, არა? მუსიკას როგორც ქართულს გავიგებ თუ არა და რო უკრავი და ორივე ერთმანეთს შევხედავთ ერთმანეთს, ხო და სურვილი არის რომ ვიცეკვოთ ერთად და ძალიან კარგი, ზუსტად ეს არის სიყვარული, კი ბატონო. სხვა არის, თამრიგო. ქართულ ცეკაში არის იმდენი სილამაზე და იმდენი კდემოსილობა, რომ ვისთანაც არ უნდა იცეკვო და როგორც არ უნდა იცეკვო, ეს არის ჩვენი ერის მიერ შექმნილი ფენომენი, არა მარტო მუსიკა, სიმღერა, არამედ ცეკვაც, რაც არავის არ აქვს სხვანაირად. ისევე როგორც თამადობის ინსტიტუტი. მე მგონი ასად არ არის. არა, ქართველებმა გავიტანეთ, თუ სადმე მივდივართ, იქ ხდება და იქ მე აზერბაიჯანშიც ყოფილი ვარ, სასულხეთშიც ყოფილი ვარ, ნუ რუსეთში ხო ვამრავჯერ, მაგრამ იქ არიციან ის რომ თამადამ თქვას და მე რესხემ და აი ჩვენ შევიტანეთ ეს კულტურა, ასე ვთქვათ. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ გამონახეთ დრო, დამაფასეთ, მეწვიეთ ჩემს გადაცემაში, გვეწვიეთ ჩვენს ტელევიზიაში, ჩვენს სტუდიაში, მინდა წარმატება გისურვოთ ოჯახში, წარმატება თქვენ პირად ცხოვრებაში, თქვენ საქმეში, დალოცვილები იყავით, არაჩვეულებრივი შვილები, შვილიშვილები, სიძეები, მეუღლე გყავთ, ყველა საუკეთესო, ძალიან ლამაზები და საყვარლები და მინდა რომ დაგემშვიდობოთ, დავასრულოთ გადაცემა. დიდი მადლობა თამრიკო და გარდა ამისა, ის ამავიზდა ყველაზე მთავარი. მე ვარ საზოგადოება რუსთაველების კეთილი ადამიანების საზოგადოების ერთ-ერთი წევრი დამფუძნებელი. ხელმძღვანელი არის ნიკო მენცეშაშვილი, ოფისი გვაქვს თეატრში და ამიტომ ჩემს რუსთაველებს ხო რუსთავისთვის ერთი აგურიც რო დავდოთ. ერთი პატარა ბლოკიც რო დავდოთ, ისეთ ციხესიმაგრეს ავაშენებს. ვერც ერთი ქარი, ვერც ერთი სხვა რაღაც ვერ მოგვერევა თუ და ეს იქნება სიყვარულის კლდე, ეს იქნება სიყვარულის ციხესიმაგრე, რომელსაც ვქონიეთ ჭიდროული ჩვენთაგან. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ასე მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ყოფილი ვარ ტელევიზიაში, დღეს ყველაზე მეტად განვიცდიდი, ვღელავდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრების შვილი იყო ჩემი წამყვანი, მაგრამ მაინც მერიდებოდა, მაინც ფიქრობდი და თუ გამოვიდა გადაცემა კარგი. გამოვიდა, მე კიდევ როგორც მამაჩემს ისე გიყურებით და ძალიან კარგი გადაცემა იქნება. კი ბატონო, დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გადაცემას დავასრულებ იმ სიტყვებით, რითიც დავიწყეთ. ყველაზე ძვირფასი, ყველაზე სანუკვარი, ყველაზე სათუთი და ყველაზე მოსაფრთხილებელი ჩვენი ოჯახებია. ვიყოთ გულახდილები, მომავალ შეხვედრამდე.